მოგესალმებით, მეგობრებო, კლინიკა აიბოდან. დღეს არის 2025 წლის 22 ნოემბერი. ვიდეოში გიჩვენებთ ულამაზეს ინგლისურ სეტერს, რომელიც მივიღეთ გუშინ გვიან ღამით. ახალგაზრდა მამაკაცმა, რომელიც გადაადგილდებოდა სოფელ ქვიტირში გამოვალ ავტობანზე, შეამჩნია გზის სავალ ნაწილზე დავარდნილი დაცემული ძაღლი, რომელსაც ვერ აუარა გვერდი, შეასრულა თავისი მოქალაქეობრივი ვალი და სასწრაფოდ გადმოიყვანა ჩვენთან. რენტგენოგრაფიული კვლევა უკვე გავაკეთეთ და სამწუხაროდ ახლა გიჩვენებთ მის ერთ სურათს, შემდეგ მეორეს. ეს ორივე ძვალი, ორივე ბარძაღის ძვალი, ორივე უკანა კიდურის ძვალი არის გადამტვრეული. და საკმაოდ დიდი აცდენა არის სამწუხაროდ. ეს და ეს. ახლა გიჩვენებთ მეორე რენტგენს. ამ კიდურს რაც შეეხება, აქ უფრო მძიმედ გვაქვს საქმე, კერძოდ გულისხმობ იმას, რომ ბარძაღის კიდურის ერთი ნაწილი გადამტვრეულია ორივე მხარეს, ანუ აქაც და აქაც, რაც გვაძლევს იმ შედეგს, რომ ძვალი არის ჰაერში. ძვალი არის ჰაერში. როგორც ხედავთ, ორივე მხრიდან არის მთლიანობა დარღვეული. და დასაგეგმია ოპერაცია, რადგან გოგა ექიმმა გვითხრა, რომ ის ვერ შეძლებს ფეხზე ადგომას, თუ ერთ კიდურზე მაინც არ მოხდა პლასტირებით ძვლის დაფიქსირება. და უნდა დავგეგმოთ მისი ოპერაცია. როგორც ხედავთ, როგორც წაღან აღნიშნე, ვინც ახლა შემოგვიერთდა, ერთ კიდურზე ძვალი ორივე მხრიდან არის გადამტვრეული და რაც შეეხება მეორე ორივე კიდურის რენტგენს, ხედავთ ვიდეოში როგორი აცდენებია და გადამტვრეულია ორივე კიდურში, როგორც გითხარით. რაღაც უცნაური ფაქტი არსებობს, იმიტომ რომ როგორც იცით, ორი დღის წინ ჩვენ გავუშვით ულამაზესი ზუსტად ამ ბიჭისნაირი სეტერი საზღვარგარეთ. იგი უკვე ბედნიერად ცხოვრობს და ყველანაირად ვეცდებით, რომ ეს ულამაზესი ბიჭიც ფეხზე დავაყენოთ და იმედია კარგ ხელში გავაჩუქებთ. ესეთი ლამაზია. როგორც გითხარით, ის არის სოფელ ქვიტირიდან, სოფელ ქვიტირში გამოვალ ავტობანზე, ვერ აუარა ახალგაზრდა მამაკაცმა გვერდი და გადმოიყვანა ჩვენთან. ერისთვისაც უდიდეს მადლობას ვუხდით მას. და ამით დაგემშვიდობებით დავასრულებ ამ ლაივს და როგორც სხვა ყველა შემთხვევაში თამაზელის ბარაშვილის გუნდი ეცდება ყველანაირად, რომ ეს ბიჭიც ფეხზე დადგეს და შეძლოს ნორმალური ცხოვრება. მადლობა.